ბატონო ზიად ერთი ჩემი მეგობარი ყვებოდა რომ ერთ-ერთ მიტინგზე ვიყავით და აი ყურადღება მივაქციე რომ ბატონ მერაბს აი უბრალო რაღაც 6 თუ 8 მანეთიანი აი ფეხსაცმელი ეცვაო და გული მეტკინაო რა მართლაც და იცით როდესაც აი მის სახლში შევა კაცი იქაც ყველაფერს რაღაცნაირად სისადავის სიღარიბის მართლა გული გეტკინება მართლაც საოცარი იყო ეს ამ პიროვნების უბრალოება სისადავე და ყოველგვარი პომპეზურობისადმი სიზულვილი და ეს სწორედ აი სახლშიც მოჩანს მის ბინაში სადაც ის ცხოვრობდა აქ არავით არის სხვა სიმდიდრე არ არის გარდა წიგნებისა გარდა მისი საყვარელი როიალისა და გარდა იმ სურათებისა მისი საყვარელი პიროვნებების სურათებისა რომელიც იქ არის და ეს სწორედ აი მის ხასიათზეც მეტყველებს მის ბუნებაზე სისადავის და უბრალოებისადმი ამ სიყვარულზე ეს ძალიან სწორია ბატონი მერაბი მდიდარი კაცი მე სიმართლე გითხრათ საერთოდ ვერ წარმოუდგენელია მართლაც წარმოუდგენელია ის იმ გაგების მესჩანური სიმდიდრის მაგრამ იცით აი მართლა ცხოვრობდა სიღარიბეში ანუ სხვა სიტყვას იმას ვერ იტყვი ესე ამჩნევია მის სახლს მის იატაკს მის ნივთებს აი ყველაფერს მე რომ შევედი იმ სახლში მართლა ძალიან გული მეტკინა და მაინც აი თავის სიღარიბეს როგორ უჭირდა ძალიან ეკონომიურად რა გაგებით ის ამას გაჭირვებათ არ თვლიდა და მეც მაგალითად წლების მანძილზე ასევე ეკონომიურად ვიყავით გაჭირვებული ჩვენ გვავიწროებდა საშინლად ყველანაირად ეს ხელისუფლება და ეს ჩვენთვის ეს არაფერი დიდი უბედურება არ იყო იმიტომ რომ ჩვენთვის თავი იყო ის სულიერი სიმდიდრე რომელსაც ჩვენ მიველოდით და არა ვთქვათ მატერიალური კეთილდღეობა და ჩვენ მატერიალური კეთილდღეობა რომ გვყარებოდა ჩვენ ამ გზას არ დავადგებოდით ნამდვილად ასე რომ ეს სავსებით ბუნებრივია მერაბ კოსტავასაგან ასეთი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი იყო კაცი ეს მთელი სიცოცხლე წვალებაში ტანჯვაში აი ტანჯვა ეგ სიტყვა ხომ არ არის არა მასთან დაკავშირებით ცარიელი სიტყვა თითქოს ისა რომ ტანჯვას ეწოდა მაგრამ აი ტანჯვა როდესაც რეალურ შინაარსში იყო ცხოვრება განვლილი ტანჯვის გზით ასეთი არის მებრძოლის გზა ასეთია მოწამეობრივი გზა რაც მან თავისი ცხოვრებით დაამტკიცა ბატონო ზიადა თქვენ მაინც როგორ გონიათ სიხარული უფრო მეტი ნახა თუ სიხარული უფრო მეტი ნახა ბატონმა მერაბმა თავის ცხოვრებაში თუ ტკივილი და სიხარული ძალიან ცოტა ნახა მან ძირითადად რაც მან ნახა ეს იყო ტანჯვა ეს იყო წამება თავისი ერისთვის თავისი იდეისთვის და ის ბედნიერია ამით ჭეშმარიტად უაღრესად ბედნიერია აი მის ტექსტში შავლეგოში არის ასეთი ლექსი პატიმრის ჩანაწერები და აი როდესაც კითხულობ აი ამაზე რაღაც საშინელი აი არაადამიანური ტანჯვაც და განცდებია აღწერილი ლექსში და ყოველივე ამაზე ამის ზემოთ დგას აი ამ გაჭირვების და აი ტანჯვაზეა თითქოს ამაღლებული ნამდვილად თვით იმ წამების დროს იმ საშინელ პირობებში აზროვნებდა ეს კაცი ფიქრობდა ქმნიდა შემოქმედება არ დაუვიწყებია მაშინაც კი როდესაც შიმშილობის სარეცელზე იწვა ნახევრად მომაკვდავი და მაშინაც კი ქმნიდა რაღაცას ისმით ეს საოცარი ეს ჩანს მის პოემაში შიმშილობა რომელიც ამ კრებულში შევა რომელიც ამჟამად უნდა გამოვიდეს რომელსაც ვამბობ რას უსურვებთ მის ხლობლებს გრას ვამბობ მაგიც და ესეც ბატონო ზვიად პირველ 26 მაისს ბატონო ზვიად თქვენ პირველად ხდებით თქვენი მეგობრის გარეშე მის დაბადების დღეს პირველად აღარ იქნება თქვენს გვერდით ბატონი მერაბ კოსტავა რა თქმა უნდა სიკვდილი მეგობრებს ჩვენ არ გვართმევს ისინი სიკვდილის შემდეგაც ჩვენს გვერდით რჩებიან და მეგობრებად რჩებიან და მაინც რა განწყობა გეუფლებათ 26 მაისს თქვენი მეგობრის დაბადების დღეს 26 მაისი უდიდესი სიხარულის დღეა ყველა ქართველისთვის მათ შორის ჩვენთვისაც მაგრამ ამავე დროს ეს არის უდიდესი სიმძიმილის დღე ვინაიდან ეს არის პირველი 26 მაისი რომელსაც მე მერაბის გარეშე ხვდები მაგრამ თვით მერაბის თქმის არ იყოს
მან თავის შვილს ტრაგიკულად დაღუპულ ირაკლის უძღვნა ლექსი, სადაც თქვა: "კიდევ კარგი რომ ჩემთვის ირაკლი გარდაცვლილები არ არსებობენ." საბედნიეროდ მეც ასეთი რწმენის გახლა ვარ და ჩემთვის გარდაცვლილები არ არსებობენ, მერაბ-ოსტავა ჩემთვის გარდაცვლილი არ არის და ეს მიმსუბუქებს ერთადერთი ამ ტვირთს, მაგრამ რასაკვირველია, მაინც დიდია ეს სიმძიმილი და მე უსურვებდი ყველა ქართველს, ყველა ჩვენს თანამებრძოლს ყოფილიყოს ისეთი უდრეგი, შეუპოვარი და თავდადებული ერისათვის და მისი დამოუკიდებლობისათვის, როგორც იყო მერაბ-ოსტავა. მის ახლობლებს თუ შეიძლება რა გნებავთ რომ? დიახ, მე მინდა უსურვო მის ახლობლებს, რომ გააცნობიერონ ყოველივე ის, რისთვისაც იბრძოდა მერაბ-ოსტავა, რისთვისაც მან თავი გაწირა და იყვნენ მასავით უდრეკელნი და შეუპოვარნი ამ ბრძოლაში.